ასე ვთქვათ, სისტემის ძირითადი ძალაუფლების, ესე ვთქვათ, მუხრუჭები არის პოლიციის სისტემაზე. ჩვენ ვიხილეთ არათუ რაღაცა პატარა გადაცდომა, არამედ ეს არის რიგითი გადაცდომა სხვა ძალიან ბევრ გადაცდომებს შორის. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით რუსთაველის გამზირზე, როგორც ცემდა ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, აქტივისტებს, ხო? ეს ფაქტები დარჩა დაუჯელი და შესაბამისად, როდესაც ეს ფაქტები რჩება დაუჯელი, მათ გაუჩნდათ განცდა, რომ მათ აქვთ ყველაფრის უფლება, შესაბამისად, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ რომ ცემონ ადამიანი, ხო? ეს დაუჯელობის სინდრომი წამოვიდა აქედან, რომ მათ სისტემამ გაუხსნა ხელფეხი, რომ თავარია ჩვენ გვემსახუროთ და რაც გინდათ ის აკეთეთ. ეხლა ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ადამიანი, წამებული ადამიანი ამ პოლიციის მხრიდან, რომელიც ეს პოლიციელები არ დაჯილა. აი მაგალითად ეს არის ერთ-ერთი კოალიციას ცვლილებების წევრი საბას ხვიტარიძის ამჟამად პოლიტპატიმრის ცემის ფაქტი, რომელიც განყოფილებაში ცემეს და შემდეგ არავინ არ დასჯილა ამ პოლიციებთან და ეს თუნდაც ეს გდდ-ს თანამშრომლები ამ 5 ადამიანი დაჭერით არაფერი არ მოხდება და არაფერი არ შეიცვლება, ჩვენ ხედავთ, ხო? რამდენიმე კვირის წინ დაიჭირეს ეს ადამიანები, მაგრამ გუშინ ეს ფაქტი მოხდა, ამით რა შეიცვალა. ეს უნდა მოხდეს სისტემური ცვლილებების შემდეგ, ყველა ის ადამიანი, რომელიც ახორციელებდა წამებულ აქტებს, უნდა დაისაჯოს.